გამარჯობა ძვირფასო ადამიანებო და მომავალ მშენებლებო, მეც გეხმარებით ამ მომავალ მშენებლობაში და ვაგრძელებ რა თქმა უნდა თქვენს დახმარებას. ჩვენ მუშაობთ ახლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის იმ ბლოგზე, რომელსაც ქვია, როგორც დავიწყეთ უკვე ამ თემაზე, მსოფლიო და საქართველოს მე-10 საუკუნეებში. დღეს საუბარი გვექნება შემდეგ საკითხებზე. ოტო პირველი, ეს არის ბიზანტია, ჰერაკლე კეისარი, ხატმებრძოლობა, ოღონდ იქ ცოტა სხვა თანმიმდევრობით არის და ლოგიკურად რო გავყვეთ, ჯობია ბიზანტიით დაიწყოთ. ბიზანტიაში უკვე იცით, რომ 394 წელს ორ ნაწილად გაიყო რომის იმპერია და ერთ-ერთი მათგანისგან წარმოიქმნა, როგორც უკვე იცია ალბათ თუ მისმენთ ხოლმე წინა მეცადინეობების დროს, ბიზანტია უბრალოდ აღმოსავლეთ რომის იმპერია და ბიზანტიაში არქვეს მეცნიერებმა ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ეს იყო მცირე აზია და თურქეთი არის, სირია, პალესტინა, ეგეოსის ზღვის კუნძულები, ეგვიპტე, ბალკანეთის ნახევარკუნძული, კვიპროსი, მესოპოტამია, სომხეთის დღევანდელი ნაწილი, ასევე ყირიმი და რა ვიცი, მოკლედ. არსებობდა ასეთი ტერიტორიები, რომლებიც ბიზანტიის გავლენის სფეროში იყვნენ მოქცეული. მაგალითად, ასეთი იყო ქართული პოლიტიკური ერთეულები, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოს. მე-16 საუკუნის შუა ხანებში იმპერატორი ხდება იუსტინიანე 527-565 წლებში მეფობდა. ის შეეცადა, რომ ბიზანტიისთვის ის დიდება დაებრუნებინა, რაც თლიან რომის იმპერიას ჰქონდა. მართლაც იუსტინიანეს დროს იყო ყველაზე ძლიერი ბიზანტია, ყველაზე ფართო გადაწყვეტილი, ყველაზე დიდ ტერიტორიაზე თავისი არსებობის განმავლობაში. იუსტინიანეს მიზნები იყო ახალი კანონები შეექმნა და მის საფუძველზე სახელმწიფო ერთიანობის მმართველობა და მმართველობა გამყარებულიყო. და დასავლეთ ნაწილი შემოერთებინა რომის და ასევე აღეშინებინა ქალაქები და ყველა პრინციპში ამ კაცმა შეასრულა რაც ჰქონდა მიზნად. რუსეთში წმინდა სოფიას დიდებული ტაძარი, აია სოფია, ბრწყინვალე საიმპერატორო სასახლე კონსტანტინოპოლში, ეკლესიები ქალაქ რავენაში, დღევანდელი იტალია არის ეს რავენა, გზების მშენებლობა. იუსტინიანე თვითონ ნიშნავდა უმაღლეს თანამდებობის პირებს და არა მარტო ერში, არამედ საეკლესიო თანამდებობის პირებზეც ნიშნავდა ხოლმე, იყო უმაღლესი მსაჯული საეკლესიო პირებს შორის დავის დროს, მხარს უჭერდა დიოფიზიტურ მიმდინარეობას, თუმცა არც მონოფიზიტებს არ დევნიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ დიოფიზიტი იყო. დიოფიზიტი ის ალბათ ქრისტეს ბუნებას ნიშნავს კაცისა და ღვთის ბუნებას, მონოფიზიტი ერთ ბუნებას, ის გამოც დიდი დავა მიმდინარეობდა ხოლმე. და ხურათნის ფილოსოფიური სკოლა, იმიტომ რომ წარმართები იყვნენ და მათ დიდი ნაწილი გადასახდა სპარსეთში, ის ხოსრო პირველმა ანოშირვანმა შეიფარა იმის გამო, რომ რა თქმა უნდა ის ბიზანტიასთან დაპირისპირებული იყო. მოკლედ, იუსტინიანეს ამ მშენებლობებმა რეფორმება განამტკიცა და დაშლის გზაზე ყოფილი იმპერიამ დიდი სახელი მიიღო ამის გამო, თუმცა მისი მმართველობის პერიოდში უკმაყოფილებაც იყო, 518 წელს ფეთქა აჯანყება ნიკეის სახელწოდებით, მაგრამ იუსტინიანემ მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა. პროვინციებში იყო ხოლმე მღელვარებები, მაგრამ მათაც მოახერხებდა მათ ჩახშობასაც. მის სახელს უკავშირდება სამოქალაქო სამართლის დახვეწა ახალი სტილით, ჩამოყალიბა კანონთა კრებული, რომელიც იუსტინიანეს კრებულის, ანუ იუსტინიანეს კოდიფიკაციის სახელით არის ცნობილი. და ასე შემდეგ. შემდეგ არის ჰერაკლე კეისარი, რომელიც ტახტზე ავიდა იმ დროს, როდესაც ბიზანტიის იმპერიის გავლენები შესუსტებული იყო. მან უშედეგოსა და ირანის იმდროინდელ შაჰთან ხოსრო მეორე იყო ჰერაკლის დროს მოლაპარაკება. ძიმე ეკონომიკური პრობლემები შეექმნა ეგვიპტის დაკარგვამაც, რომელიც პურით ამარაგებდა ეგვიპტე იმპერიას ამარაგებდა რა. პარალელურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა მთავარი მეტოქე ირანი. ჰერაკლემ გადაწყვიტა პირველ რიგში ჯარის რეფორმა ჩაეტარებინა. ამ საქმეში მას ეხმარებოდა პატრიარქი კონსტანტინოპოლის სერგი პირველიც, რომელმაც იმპერატორს საეკლესიო ფინანსები შეაშველა. ჰერაკლემ მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა ერთგულ და ახლობელ პირებს, მან განამტკიცა ჩრდილოეთის საზღვრები, იქ სლავების ჩასახლები, თუმცა მე სლავები მისი ნამდვილად წავიდნენ. ხოსრო მეორე მოახერხა თავის მხარეზე გადაებირებინა რამდენიმე ტომი, ანუ ირანის შაქმა, ავარები და სლავები მათ შორის და მათ ერთად კონსტანტინოპოლთან ბრძოლა გამომართა ბიზანტიელებს. თუმცა დიდი დანაკარგებით მოუწია უკან დაბრუნება ხოსროს, ესე იგი პირველი მარცხი განიცადა დაღმის განმავლობაში. ამ ბრძოლაში ბიზანტიელებმა პირველად გამოიყენეს ეგრეთებული ბერძნული ცეცხლის გამოიყენებიდან დიდი ხნის შემდეგაც ოსმალების წინააღმდეგ, მაგალითად 453 წელს კონსტანტინოპოლი რო აიღეს ოსმალებმა, მაგალითად უნდა დიდი ხნის მერე რა. ჰერაკლეს მოკავშირე გახდა ჩრდილო კავკასიაში მდებარე ხაზართა სახელმწიფოს, მის მმართველებს ხაკანს უწოდებდნენ. ჰერაკლე იმედოვნებდა, რომ მის მხარეს გადავიდოდნენ ქართველებიც და სომხებიც, როგორც ქრისტიანები, მაგრამ მასე არ მოხდა. ხაზარების ხაკანთან ჯიბღოსთან ერთად მან 627 წელს ალყა შემოარტყა თბილისს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ჰერაკლე კეისარმა თბილისის აღება მომდევნო წლისთვის გადადო, ანუ 628 წლის და ირანელები იმავე წელს 627 წელს ნინევისთან ბრძოლაში დაამარცხა, მან შეთქმულება მოკლეს ირანის შაჰი ხოსრო და მის ნაცვლად ტახტზე ასულმა კაღალ შაჰმა ჰერაკლესთან უკვე ზავი დადო და ამჟამად ბიზანტიელებს დაუბრუნა მიტაცებული ტერიტორიები. ასევე დაუბრუნა გადაცებული მაცხოვრის ჯვარი. 628 წელს ჰერაკლე კეისარმა უკვე თბილისიც აიღო
და ისე ჩანდა რომ კვლავ ბიზანტია გაძლიერდებოდა და გავლენას და გავლენებს უფლებებს გაეძლიერებდა, მაგრამ ამ პროცესს ხელი შეუშალა ახალი დაპრობლების გამოჩენამ და ესენი იყვნენ არაბები. ეხლა ხატმებრძოლობა რაც არის შემდეგი თავი, რომელიც მეშვიდე კრებაზე გადაწყდა ახალი მწვალებლობის ეგრეთებული ხატმებრძოლების წინააღმდეგ ჩატარდეს კრება საბრძოლოდ მის წინააღმდეგ და მის ამოსავლად. ამიტომ შეიძლება ქალაქი ნიკიაში 87 წელს 27 სექტემბერს და ერთი თვე გავიზარდა. რატო იყო ხატმებრძოლობა? იმიტომ რომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატის თაყვანისცემ ქრისტიანებს, მან მოსპო ხატები და საკულტო გამოსახულებანი, ის სასტიკად უწოდებოდა ყველას, ვინც კი მის ბრძანებას წინააღმდეგობას გაუწევდა. ხატების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო შორს წავიდა მისი მემკვიდრე კონსტანტინე, იმპერატორი კოპრონიმად წოდებული. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება, 300 მეტი ეპისკოპოსით ძალდადანით მოაწერინა ხელი დადგენილებაზე, რომ ხატები გაუქმებულიყო და ვინც წინააღმდეგ წავიდა სასტიკად აწამეს. მაშინ როდესაც ტახტზე ავიდა ირინე დედოფალი, მან და მისმა შვილმა კონსტანტინემ ასევე გადაწყვიტეს ეს საკითხი სოფლიო კრებაზე და არა მეფის გადაწყვეტილებით მოეგვარებინა და განხილულიყო. კრებამ მიიღო ესე ვთქვათ ხატთაყვანისმცემლობის აღდგენის გადაწყვეტილება, აღიარა ყველა ესე ვთქვათ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები კრებებისა, ისიც რომ სუშვიდი კრება იყო, მწვალებლები განკვეთა, დაამტკიცა წინა საეკლესიო კრებების 6 საეკლესიო კრების დადგენილებები და ასე შემდეგ. ეხლა ოტო პირველი. ბარბაროსთა შემოსევების პერიოდში სამეფო ხელისუფლებამ აქტიური ჩარევა დაიწყო ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში. ვითარება გართულდა გერმანიის მეფის ოტო პირველის დროს, რომელმაც ეპისკოპოსი მთავრის ფიგურა დაამკვიდრა. ანუ მან საერო და სასულიერო თანამდებობა. ოტო იყო აღმოსავლეთ ფრანკთა მეფე, გახსოვთ რომ გაიყო ფრანკთა იმპერია, ვალერიანის ხელშეკრულებით და მაგის შემდეგ. 960 წელს რომის პაპმა იმპერატორად დაკურთხა და სწორედ ოტოს სახელთანაც დაკავშირებული საღვთო რომის იმპერიის წარმოშობა. რადგან ოტოს ტიტული სწორედ შესაბამისი გახდათ, თავიდან მისი სამფლობელოს სრული სახელი იყო გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია და ის მე-19 საუკუნეში არსებობდა ფაქტობრივად. რადგან ოტო საეკლესიო სფეროსაც განაგებდა, ამიტომ ეწოდებოდა ამ იმპერიას საღვთო ესე რა. ოტო პირველი ცდილობდა სამხრეთ იტალიის დაპყრობასაც, მაგრამ ვერ შეძლო, თუმცა უცრავად მან სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა პაპები და ისინი თავისი პოლიტიკის იარაღად აქცია. იმპერატორად კურთხების შემდეგ ოტო პირველმა გამოიცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ახლად არჩეულ პაპსთან იმპერატორის თანხმობა უნდა მიიღო, რომელიც პირიქით იყო მანამდე და მისი ერთგულების პიცი უნდა დაედო. და ესეც პირიქით იყო. შედეგად პაპის ინსტიტუტი დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში იმპერატორთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ბლოკში კიდევ რამდენიმე თავს მოვჩით, მე ეხმარებით თქვენს და ეხმარებით სხვა აბიტურიენტებს, თუ გინდათ რომ ყველას წარმატება გქონდეს, რადგან როდესაც შენ გინდა სხვისი წარმატება, უკვე შენი წარმატების ნახევარი გაქვს ამით გაკეთებული. მადლობა ჩემთვის ვიფასებო და არ დაგავიწყდეთ რომ ჩემთან გადაღებული თითოეული წუთი თქვენი ასევე წარმატების მეორე ნახევარია, პირველი ნახევარი როგორც გითხარით არის ხობს დაეხმაროთ და მეორე ნახევარი არის ის რომ უსმენთ, ну რა თქმა უნდა, ღვთის შეწირვას კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყველაზე მთავარი. კარგად და ნახოთ შევხვდებით შემდეგი საკითხების გახილვის დროს.